ძლიერი რეგიონი, ძლიერი საქართველოსთვის პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს ახალი სამთავრობო პროექტი წარუდგინა. შეხვედრა ამბროლაურის კულტურის სახლში გაიმართა. რაც ითვალისწინებს პროექტი, ახლა მოამბის კორესპონდენტი ისაუბრებს ჩვენს ეთერში. ირმა გისმენთ. ძლიერი რეგიონი, ძლიერი საქართველოსთვის, ასე ქვია ახალ სამთავრობო პროექტს, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განახორციელებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა რაჭაში, სადაც ამბროლაურში კულტურის სახლში შეკრებილ ბიზნესმენებს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განსაკუთრებულ პოტენციალზე და რესურსზე ისაუბრა. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ძროები განხორციელდა. ჩვენი გათვლებით ამ პროექტს უნდა მოხვდეს რეგიონების გამოცოცხლება, როგორც გვაღვნიშნე, საწარმოების ამუშავება, დახურული, დაკეტილი, მიტოვებული საწარმოების ამუშავება, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება რასთავარია. რაჭას აქვს, რაჭა ლეჩხუმს აქვს უნიკალური, უზარმაზარი პოტენციალი ტურიზმის განვითარებისთვის. ეს არის მართლაც უნიკალური მხარე და აქ შეგვიძლია ჩვენ ერთობლივად ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებით განვიხილოთ პროექტები, მათ შორის არის ღვინის ტურიზმი, აგროტურიზმი, ეკო და ექსტრემალური ტურიზმი, ასევე სამთო-სათხილამურო ტურიზმი. ჩვენ მაქსიმალურად ხარჯი დაგიდგებით, კიდევ ერთხელ მინდა რომ ხაზგასმი დავაფიქსირო, ჩვენი მთავრობის განწყობა და ზოგადად მზაობა. ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად მეგობრებო რომ რეალურად ხორცი შევასხათ ამ პროექტებს და ბოლოს გეტყვით იმასაც რომ ამჟამად რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 53 მილიონ ლარს. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცოტაა და ჩვენ შეგვიძლია ეს რეალურად გავაორმაგოთ, გავასამაგოთ. სოფლის მეურნეობა, მეწარმეობა და ტურიზმი ეს მიმართულებებია, რომელთა განვითარებაში მხარდაჭერას ბიზნესმენებს პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის ხელისუფლება პირდება. პროექტი ძლიერი რეგიონი, ძლიერი საქართველოსთვის პრეზენტაცია უკვე გაიმართა საქართველოს 6 რეგიონში, რაჭის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნულ პროექტს ბიზნესმენებს უკვე ცხეთა მთიანეთში წარუდგენს. მადლობა ირმა, ეს ირმა ჭოლაძე იყო.